მე მამაჩემმა გამზარდა ისე და დედაჩემმა. ყველაფერი გააკეთეს, რომ მე ყოფილიყავი თავისუფალი. მაშინ, როდესაც აკრძალული იყო ეს თავისუფლება. რიხარდ შტრაუსს ესეთი ნაწარმოები, გმირის ცხოვრება. საოცარი კოდა აქვს ისეთი ამაღლებული, ულამაზესი მუსიკა. ცხონებულმა ჩემმა მეგობარმა გიორჯიძემ მკითხა, რომ ამ ადგილს რო უკრავო შენ რაღაც სულ განსხვავებულად უკრავ და თავისებურად უკრავო რაღაცა ისე რომ მეც მომისმენი ესე დაგვიდა ძალიან მომწონს და რას ფიქრობ ამ დროს შენ რა გონიაო რატო უხვეო მე ვთქვა მე არც ვიცი რას უხვევ მეთქი მე ესე უკრავ მეთქი მაგრამ თუ ძალიან გულახდილად გინდა გეთქი მითხრა მე ამ ადგილას მამაჩემი მაგოინება მეთქი და მამაჩემს უზონე მე ამას როგორ მიყვარს მამაჩემის სიყვარული და ცრემლები მომდის ხოლმე იყო მის შემდეგ აქ შემოსვლა, ამიტომ ეს აი ამ ადგილის დაკავება, სადაც ეს უცვლელად იდგა ხოლმე და არაჩვეულებრივად წარმართავდა ამ შემოქმედებით ცხოვრებას, მაგრამ ცხოვრება მოიტანა, ესე უკვე 25 წელია, რაც გარდაცვლილია და 55 წელიწადში ჩვენ პირველ რიგში მას შევეცადეთ, რომ ის დონე, რაც მან დატოვა, არ დაწეულიყო ეს თამასა და მე მგონი მოახერხეთ ეს. სხვა შორის დღესაც არიან ჩვენთან ორკესტრში მის წევრები, რომლებიც იმ დროიდან მოღვაწეობენ ორკესტრში და მათ უდიდესი მადლობა, რომ მარტო ამას ვერ გააკეთებდა, რომ არ ყოფილიყო უდიდესი მხარდაჭერა და გვერდზე დგომა თითოეული მუსიკოსის. ურთიერთობაში ის მოსიყვარულეც იყო და ძალიან მკაცრიც იყო, ძალიან მარტივ რამეს თხოვობდა, პროფესიონალიზმს და დისციპლინას. რომ ამის გარეშე რეზულტატს ვერ მიაღწევ, შედეგი არ იქნება. და როგორც წესი ამას აღწევდა. ზუსტად იგივე პრინციპები დარჩა ჩვენი მუშაობის დროს. თქვენ დირექტორთან იყავით? თქვენ ხომ იყავით? აქ ჩემზე არ არის ლაპარაკი, მე თქვენ გეკითხებით იყავით თუ არა დირექტორთან. მე რატო უნდა ყოფილიყავი დირექტორთან? დასტოვეთ რეპეტიცია. იუმორის სიტუაცია იყო, შეუჩდა ცხონებული ბატონი ოთარი იუსელიანი, რომ უნდა გადაგიღო და უნდა დამთავრდეს ეს ამბავი. ჩვენ ხო არ ვიცოდით სახში გადაიღო, კინო ჩვენთვის იყო რაღაცა ესეთი ფანტაზიის დონეზე. ერთ-ერთ ღამეს ჩაიცვა და მივდივარო და სადმე მიხარ დეჩემაკიშა და აბანოში. რა გინდა აბანოში გადავყევით რემონტსა, კაფელკაცე 60 წლებია. არა, აბანოში დამიბარაო, იოსელიანმა და აი ეს სცენაა, ცნობილი სცენა. დიდი ხანი დაჭერდა, რომ დაგვეჯერებინა, რომ ახლა აბანოში იყო, სანამ არ ვნახეთ ფილმი. მაესტრო, თქვენ ჩემზე ნაწყენი ხარ. ნაწყენი კი ვარ, მაგრამ რა სია? დაგაწვალეთ. არც გაწვალება მაკლია. მაგრამ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. უნდა მაპატი. კი ბატონო, მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება. მე კომპოზიტორი არა ვარ. არაერთხელ მithქვია და ეხლაც ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს არ არის მეტი ჩრობა. მე უბრალოდ ესეთი შემიქმნია რაღაც მუსიკა, ძირითადად ესენი არის სიმღერები, ჩემთან ახლოს არის სიმღერა. მეც რაღაცას ვღეღინებ ხოლმე ხანდახან და ეს არის თუ შეიძლება ითქვას ერთ-ერთი გატაცება. ის თვლიდა რომ კომპოზიტორი არ არის, მაგრამ უწევდა, ესე რომ ვთქვათ, სიმღერების დაწერა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად პატიჟებდნენ როგორც კომპოზიტორს ფილმების გასაფორმებლად და მაშინ ძალიან ბევრი ფილმის გადაღება ხდებოდა ჩვენი კინოსტუდიის მიერ და ერთი მისი გამონათქვამია ერთი ესეთი რომ აი მთელი ცხოვრება შევწერიო დირიჟორობას და ორკესტრის შექმნას, რამოდენიმე თაობა გავზარდე მუსიკოსების, მთელი მსოფლიო მოვიარე არაერთხელ და ასე შემდეგ. დიდი აღიარებებიც ჰქონია და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოში მაინც ისე მოხდა, რომ მაინც ჩემი სიმღერები იქნება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, რაც აბსოლუტურად სიმართლეა. აი მან ის მოახერხა, რომ უამრავი მისი სიმღერა უსაყვარლესი გახდა ხალხისთვის. ეს ყველაზე დიდი აღიარება ეს არის კომპოზიტორისთვის.
ეკუთვნი დირიჟორთა იმ მიმდინარეობას, როდესაც დირიჟორმა თავისი პლასტიკით, უნდა თავისი საქციელით სცენაზე უნდა გაამართლოს ის, რაც ჟღერს. არსებობს ორი მიმდინარეობა, რომ დირიჟორი უნდა იყოს იდგეს და მარტო თვლიდეს და ზედმეტად არ უნდა მოძრაობდეს და არ უნდა შეაწუხოს მაყურებელი და მარტო ორკესტრი უნდა ეხმარებოდეს და ორკესტრი თვითონ დაუკრავს. მე საკმარისად აქტიური ვარ სცენაზე. და ვარ იმის მომხრე, რომ რაც ისმის. ხო, როდესაც ფორტე ისმის და დირიჟორი, ეს დირიჟორებს ჩვენთვის გაუგებარია ეს. არავინ არ დაგიჭერს, გააქმნია რა შენ ცხელი და იქნებ უკეთესი გამოვიდეს და იქნებ შენი ფორტე დაბადო და არა ის, რასაც ის უკრავს. ამიტომ მე ამ მიმდინარეობას ვეკუთვნი და ხშირად მიმიღია კრიტიკაც კი, რომ აი თან აქტიურად დირიჟორობს და ზედმეტად ბერსტაინს, რომელსაც მალერის მუსიკაზე ცრემლები მოსდიოდა. როგორ შეიძლება იმას დაუძახო, რომ აი თამაშობს და რაღაცა. ჩაწვდი რა, ჩაწვდი. ქართული ფოლკლორისთვის ძალიან დიდი საქმე აქვს შვიდკაცას გაკეთებული, რომ აი პირველები იყვნენ, ვინც გაჭარა საერთაშორისო ფანჯარა დასავლეთისკენ. საღამოზე რომ ავიდა ერთი ორი თვის მოკოცამ კოცამ 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 ერთი ორი თვის მოკოცამ კოცამ 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 ერთი ორი თვის მოკოცამ. ჩვენს კულტურაში და ჩვენი ხალხისთვის მრავალჟამიერს აქვს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა. ეს მრავალჟამიერი დაწერილი არის ფილმისთვის გამოუაღეთ ფანჯრები. ფილმის სიუჟეტიდან გამომდინარე, იქაც ანსამბლი არსებობს, რომლებიც თავისებურ ვარიანტებს ღვერიან ქართული ხალხური სიმღერების. და ერთ-ერთი არის სახელად პილა. ცედურის მრავალჟამიერი, აი მის გადასხვაფერებული ვარიანტი უნდა შექმნილიყო, ვითომ როგორც პილას მრავალჟამიერი. ამიტომაც არის, რომ დასაწყისი ფაქტურად ციტატა არის კიდევაც და არც არის აი ცედურის მრავალჟამიერის. მერე სხვანაირად ვითარდება. და ამ მრავალჟამიერმა ისეთ პოპულარობა მოიპოვა იმ ფილმის მერე, რომ უკვე სუფრებზე სრულდებოდა და მისი გარდაცვალების შემდეგ მე ავიღე და გავაორკესტრე ეს უკვე და ამაგედაც სხვა ფორმა მიიღო და ძალიან ხშირად სრულდება ესეც და გუნდიც კი დაუმატე კაპელა. ასე რომ ძალიან ეს ჟღერს რა ქვია, საზეიმოდ. ეს არის სამყარო, რომელსაც არაფერი საფუძველი არ აქვს, საერთოდ ვერ დადგება. აი ეს არის სამყარო, რომელშიც რაღაც საოცარი სიძლიერეს და ამავე დროს შენს უბედურებას, შენს ტრაგიზმს, შენს სიხარულს, შენს ყველა განცდას იქ პოულობ. და ის ნაწარმოები აღარ არის კომპოზიტორის, ის არის შენი. და ეს ყველაფერი მიდის და საოცრად ერთიანდება ყველაფერი. მე აი აქ აგვრძელებ კეფაში. მე განვიცდი ეს. მე მიმიღწევია რამდენჯერმე ასეთი საოცარი ამახნებელი, მაგრამ ცოტაჯი. ძალიან პატრიოტი. თავის ქვეყანა ძალიან უყვარდა, თავის ხალხი ძალიან უყვარდა, თავისი საქმე ძალიან უყვარდა და ესეც იცხოვრა მთელი ცხოვრება.